საქართველოს ხელისუფლებას მაშინდელს არასოდეს არ ჰქონდა სურვილი რომ განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. არსებობს არქივი და ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ მოვიძიოთ ინფორმაცია როგორ მიდიოდა ეს პროცესი, ხო? ჩვენ ნახეთ რომ მაშინ ხაფანგის ეფექტიც განცხადება იმაზე რომ დიახ. კი ბატონო. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არ იყო დაუშვათ გადაწყვეტილება და მოწოდება, რომელიც მათ ჰქონდათ. ეს იყო უბრალოდ იძულებითი ნაბიჯი, რომელიც გადადგეს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო ტვირთი საქართველოს ხელისუფლებისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ ის მოითხოვს უამრავ რეფორმას, იმ თვალსაზრისით, რომ ამ რეფორმების გატარება შეიძლება შეარყიოს ის, რომ ისინი მათ ვერ შეინარჩუნონ ძალაუფლება, აქედან გამომდინარე ისინი ყოველთვის ცდილობდნენ და ყოველთვის თავს არიდებდნენ ამ რეფორმების გატარებას და საბოლოოდ მივიდნენ იმ ეტაპზე, როდესაც მათ ეს ტვირთი ასე ვთქვათ მოიშორეს, უხეშად რომ ვთქვათ, და ეს დამოკლეს მახვილი, რაც ეკიდა მათზე ამ ევროინტეგრაციის და ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის სახით, ამაზე თქვენს უარი. მაგრამ ნუ ეს ტვირთია ერთის მხრივ მათი გადამოსახედიდან, მაგრამ ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს იყო შესაძლებლობა და არის შესაძლებლობა და ჩვენ დავინახეთ რა რეაქცია ჰქონდა ამაზე საქართველოს მოქალაქეებს და ის რომ ეს პროტესტი გრძელდება და ამას არ ეგუება საქართველოს მოსახლეობა, ამას ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ თვალს. კი ბატონო, მე მინდა რომ ფრაგმენტი წავიკითხო ამ ანგარიშიდან, ცოტა ხნის წინ დაიდო ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომ ასეთი ქმედებები 2024 წლის ოქტომბრის დასკვნას იმეორებს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზაზე, რაც de facto იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, საბჭოს სინანულით გამოთქვამ საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას ეხმაურება შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. საბჭო გმობს ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებზე, საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული, პასუხისმგებელი პირები დასჯილი, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და მიიღონ დემოკრატიული ყოვლისმომცველი რეფორმები ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და 9 ნაბიჯის დაბრუნების მნიშვნელობაზეც არის საუბარი. დღეს აი რომ წინსწრები რომ ვახსენეთ, დღეს კიდევ ერთხელ ასეთ განმარტებებს აკეთებენ ოცნების ლიდერები, მინდა რომ იმ აუდიტორიისთვის, რომლებიც უსმენენ, მაგალითად მოისმინეს დინარაძის ასეთი განცხადება, რომ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებით მაქსიმალურად დავაზღვიეთ რისკები, გუშინდელი დღის ნარატივი უნდა ყოფილიყო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და მოლაპარაკების გახსნაზე უარი და გადაზღვევა იყო საჭირო პრევენციული და დასწრებითი. ასეთი არგუმენტები ჰქონდათ. ჩვენ ნახეთ ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები, მოკლედ აი ეს განცხადება თქვენი დაკვირვებით არ უნდა აღვიქვათ რაღაც ამ კონკრეტული გადაწყვეტილების წინაპირობა, არამედ თლიანად უნდა შევხედოთ სურათს, როგორ იქცეოდა ხელისუფლება, როგორ იქცევა ბოლო პერიოდში აი ამ ევროინტეგრაციის გზაზე, ხომ? როგორც მივხვდი, ასეთია თქვენი ახსნა საზოგადოებას. აბსოლუტურად. მე ვფიქრობ, უშუალოდ პირველი დღიდან, როცა განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იქიდან აი 28 ნოემბრის განცხადებამდე, თუ კი შევხედავთ, როგორ ვითარდებოდა, როგორი იყო დინამიკა, 12 ნაბიჯი როგორ შესრულდა, რამდენი შესრულდა 12 ნაბიჯი და 9 ნაბიჯი როგორ შესრულდა ერთი წლის მანძილზე და ამ შემდეგ და ამას გავაანალიზებთ რაღაცა დიდ სურათში, ჩვენ დავინახავთ, როგორც უკვე ვთქვი და გავიბეორებ, ჩვენ დავინახავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის არასოდეს არ იყო ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტი, პირიქით მათთვის ეს იყო უბრალოდ ტვირთი, რომლის მოშორებისთვის შეარჩიეს შესაბამისი დრო და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კი ბატონო, მე მინდა გკითხოთ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ეს არის უვიზო დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. ეს რა ტიპის გადაწყვეტილება? დღეს ხელისუფლება ცდილობდა აეხსნა, რომ ეს არის სიმბოლური ჟესტი და პატარა დისკომფორტი, რომ ეხლა მივლენ ვიზას ჩაირტყამენ და პატარა დისკომფორტი. აი ესე ახსნეს. რეალურად ეს რა ტიპის ჟესტი არის ევროკავშირის მხრიდან? მე ვფიქრობ, აქ ორი საკითხი უნდა წამოვწიოთ. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის უპრეცედენტო. ევროკავშირის მხრიდან არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებს შეუჩერდათ ეს შესაძლებლობა და უვიზო მიმოსვლა, ეს პირველი და მეორე ის, რომ
როგორც წესი იყო, რომ დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქალაქეებს, ეს იქნებოდა საქართველოს სხვა ნებისმიერი ქვეყანა, მათ ყოველთვის რაღაცა პრივილეგია ჰქონდა ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებთან შედარებით. დღეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრინციპში გუშინ გახმიანდა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ევროკავშირის, გვაჩვენებს იმას, რომ ევროკავშირის მხრიდან უპირატესობა ენიჭება ორდინალური პასპორტის საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მოიხსენებათ, რომ იყო საუბარი იმაზეც, რომ აი ხوار შეჩერდებოდა ეს ჩვეულებრივი ყველა ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის, მაგრამ ევროკავშირმა იხელმძღვანელა სხვანაირად, სხვა პრინციპით, ეს დარჩა უცვლელი, ანუ საქართველოს მოქალაქეებს ჩვეულებრივი პასპორტი. ანუ თუ ადრე წითელი ლურჯი იყო პრივილეგიის ნიშანი, ახლა წითელი პასპორტი იქნება პრივილეგიის ნიშანი, ანუ მოქალაქის პასპორტი. ესე გამოდის, კი ბატონო, ესე შეგვიძლია, ხო, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეებს უფრო მეტი უპირატესობა აქვს დღეს ვიდრე დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რაც გარკვეულწილად არის გზავნილი იმისა, რომ ევროკავშირი უპირატესობას ანიჭებს ორდინალურ საქართველოს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც როგორც უკვე ვთქვი, თავისი ევროპული მოვალისთვის იბრძვიან დღენიადაგ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში და ამას ამჩნევს ევროკავშირი და ხედავს და შესაბამისად ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლების de facto ხელისუფლების მიმართ, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, ეს არ არის ნორმალურად, იქნება გამომდინარე, რომ ეს არის ერთგვარი მიუღებლობა მათი მხრიდან და ისინი არანაირად ძალიან სასაცილოა იმის თქმა, რომ რაღაცა ვიზებს ადვილად მიიღებენ, არ მგონია, რომ ეს ადვილად მოხდეს, როგორც მათ წარმოუდგენიათ. კი ბატონო, რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს პროცესს პრინციპში დღეს ევროკომისიამ დაადასტურა, რომ გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული. ჩვენ ასევე ვუბრუნდები ხელისუფლების, ეს ვთქვათ, არგუმენტებს ამ პროცესში, იმიტომ რომ ერთ-ერთი საკვანძო არგუმენტი აქვს, რომ ჩვენ უარი კი არ გვითქვამს, აი ეხლავე გაგვიხსნან მოლაპარაკება და ვაწერთ ხელს რაღაც ეს კომენტარი ალბათ თქვენს ბევრჯერ მოგისმენიათ, მათ შორის კალაძის, მდინარაძის, კობახიძის მხრიდან. ხო, აი ეს რას ვიზია ეს გათვლილი და რაზე? და რა იმედი შეიძლება გქონდეს მთელი ამ პროცესის მიმართ? დიახ. მე ვფიქრობ, იმედი არის ის, რომ ქართული ოცნების პირობებში შეუძლებელი ალბათ ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დაუბრუნდეს საქართველოს. ეს ფაქტიურად გამორიცხული მგონია, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ გადაკვეთა ფაქტიურად ყველანაირი წითელი ხაზი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან დაკარგა ყველაფერთან ერთად, ეს არის ნდობა, ხო? მას არავინ არ ენდობა, არავის არ მიაჩნია ეს რაღაცა სანდო ძალად, შესაბამისად რაღაცა საუბარი, სერიოზული საუბარი მასთან შეუძლებელია. და სწორედ ამის პასუხი არის ის გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენ ვისმენთ და ხედავთ იგივე ბრიუსელიდან თუ სხვადასხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან. რაც შეეხება მოგცენ და ხელს მოვაწერთ, მე მგონი ეს ცოტა არ იყოს რაღაცა არასერიოზულია, ძალიან რბილად რო ვთქვა, იქნება გამომდინარე, რომ იმისთვის, რომ ჩვენ ამ გზაზე მივსულიყავით და გახსნილიყო მოლაპარაკებები, საქართველოს ჰქონდა 1 წელი და შესაძლებელი ჰქონდა 9 ნაბიჯი და ჩვენ ნახეთ, რომ ამ 9 ნაბიჯზე საერთოდ არანაირი პროგრესი არ იყო. იქნება გამომდინარე, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა გულისხმობს გარკვეული მიმართულებით რეფორმების განხორციელებას და ამ რეფორმების გარეშე ესე რაღაცა უბრალოდ ისე პოსტფაქტუმ არავინ არ მისცემს და არავინ არ გაუხსნის მოლაპარაკებებს საქართველოს. ასე რომ ეს არასერიოზულია ეს მსჯელობა უბრალოდ. ახლა უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს პროცესი არის შეჩერებული ვიდრე ეხლა ეს პროცესი შეჩერებულია ვიდრე იქნება ქართული ანუ ჩვენ სათავეში ასე ვთქვათ, იქნება ქართული ოცნება. შესაბამისად, ძნელად წარმომიდგენია, როგორც გითხარით, რომ ქართული ოცნების პირობებში ეს პროცესი თავიდან დაიწყოს.